Turkey says 8 of its soldiers who fled to Greece after the attempted coup are traitors who must be handed back. ჯარისკაცები, რომლებმაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თავის საბერძნეთს შეაფარეს, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მოღალატეებად გამოაცხადეს და მოითხოვეს ბერძნული მხარისგან მათი ექსტრადიცია. ათენში თურქეთის ელჩის განცხადებით, საბერძნეთის უარმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებზე. გაქცეულმა ჯარისკაცებმა კი ათენისგან უკვე მოითხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი. ისინი ირწმუნებიან, რომ არ აპირებდნენ გადატრიალების მოწყობას და მხოლოდ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედებდნენ. Turkey's Prime Minister says he sent evidence to the United States. ამასთან ერთად თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარამ შეერთებულ შტატებს უკვე მიაწოდა საჭირო დოკუმენტები სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ყოფილი იმამის ფეტულა გიულენის ბრალეულობის დასამტკიცებლად. თვითონ გიულენი ანკარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. გადატრიალების აღკვეთის შემდეგ მეამბოხეების მიმართ ლოიალურად განწყობილი კადრების გამოსავლენად ანკარამ რამდენიმე დღეში მოაწყო წმენდა სასამართლო სამხედრო და საგანმანათლებლო Friday, like these explosions outside the presidential palace. Up to 300 people were killed in the coup attempt. Amid the roundup of alleged coup plotters, the shadow of the death penalty hovers, with President Erdogan refusing to rule out the return of capital punishment, despite warnings that that would end Turkey's EU ambitions. France finally admits it has special forces in Libya. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, 3 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ლიბიაში ISIS-თან გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს პირველი ოფიციალური დადასტურებაა ლიბიის სამხედრო მოქმედებებში საფრანგეთის დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტ ოლანდის სიტყვებით, საფრანგეთთან ლიბიის ტერიტორიული სიახლოვის გამო პარიზი იძულებულია ყველაფერი გააკეთოს ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ისლამისტების პოზიციების დასასუსტებლად. These operations have just lost their lives in a helicopter accident. Viennent de perdre la vie dans le cadre d'un accident d'hélicoptère. Paris took a leading role in the NATO air campaign that helped rebels overthrow Muammar Gaddafi in 2011. ვენესუელაში გრძელდება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ათასობით ვენესუელელი მოქალაქე ფეხით გადადის მეზობელ კოლუმბიაში ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების შესაძენად. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ვენესუელას სახელმწიფო ფუნქციებში არმიის როლის გაძლიერებით. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ვენესუელას მთავრობამ სურსათის სამართლიანად განაწილება და კონტროლი სამხედრო დანაყოფებს დაავალა. Of a democratically elected government. In the streets, several hundred Armenian protesters supporting a radical opposition group holding hostages at a police station. სიტუაცია დაძაბულად რჩება სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფების შეიარაღებული წევრები უკვე რამდენიმე დღეა მძევლებთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებიან. ოპოზიციონერების რამდენიმე ასეულმა მხარდამჭერმა პოლიციის კორდონთან მოიყარა თავი, რასაც მოგვიანებით ხალხსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოყვა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 45 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, აქედან 25 პოლიციელია. Demonstrators were demanding food for the gunmen, who are still holed up inside the police station with 4 hostages. The health ministry said 45 people were hospitalized after the clashes, including 25 police officers. Gunmen took over the Erubuni police station at dawn on July 17th. The U.S. government is attempting to seize, alleging the property was purchased. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 3 მილიარდი დოლარის გათეთრების საქმეზე მალაიზიური სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამერიკის მხარის განცხადებით, მალაიზიის სახელმწიფო ფონდ 1MDB-ს წარმომადგენლებმა, რომელთა შორის მალაიზიის პრემიერ-მინისტრის შვილობილიცაა, სახელმწიფო ფონდიდან სხვადასხვა ამერიკული ფირმების გავლით მილიარდობით დოლარი გაათეთრეს, რაც შემდეგ კერძო პირების ფუფუნებისთვის არალეგალურად დაიხარჯა. გამოძიების მტკიცებით სხვა შენაძენებთან ერთად მოპარული ფულით დაფინანსდა ჰოლივუდის ცნობილი ფილმი Wall Street-ის მგელი ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. Motion picture The Wolf of Wall Street. It's a film ironically glorifying financial greed.